რატომ ხდებათ სოციალურ ქსელში იმ ნივთის რეკლამა, რომელზეც ახლახანს გაიფიქრეთ? ზოგი ამას უბრალოდ დამთხოვეს ეძახის, ზოგს კი გონია რომ ტელეფონი მუდმივად უსმენს. სინამდვილეში, საქმე მოსმენაში კი არა პროგნოზშია, რადგან რეალურად ჩვენი ციფრული ქცევა პლატფორმას ყველა საჭირო მინიშნებას იქამდე აძლევს, სანამ აზრს ხმამაღლა ჩამოაყალიბებთ. ამ დროს მნიშვნელობა აქვს ყველაფერს. საჩეთ შერდით სკროლვისას, რა პოსტით დაყუნდით, თუნდაც ერთი წამით. ვისთან გაქვთ ხშირი ინტერაქცია და რა ინტერესი ჭარბობს თქვენს გარემოცვაში. ალგორითმი ამ მონაცემებს ერთიან სურათად კრავს და თქვენს შემდეგ ნაბიჯს უბრალოდ პროგნოზირებს. ის რაც თქვენთვის ამოუხსნელი დამთხოვაა, სისტემისთვის დიდი ხნის წინ განსაზღვრული ალბათობა. სწორედ ამიტომ გვხვდებათ რეკლამა ზუსტად იმ დროს, როცა მასზე ფიქრს იწყებთ. თუმცა, როგორ აკავშირებს სისტემა ათასობით მონაცემს ერთი კონკრეტული პროგნოზის გასაკეთებლად და რა როლს თამაშობს ამაში თქვენი გარემოცვა? ამ თემაზე სრული ვიდეო, თენგს YouTube-ის არხზე, ასე რომ გადმოდით, გამოიწერეთ და ვიდეოსაც უყურეთ.